მოგესალმებით. ახლა დაგიბრუნდით საჯარო გაშლით, თქო ამჯერად გამოვიყენებ რუნებს. ესე გადავწყვიტე. ყველას მოგიკითხავთ ძალიან დიდი სიყვარულით, მადლიერებით და შეგახსენებთ პირადი კონსულტაციები, ვისაც გსურთ, მეკავშირდებით ნომერზე 5119178. ეხლა კი დავიწყოთ ჩვენი საჯარო გაშლა რუნებით და მოდით რა გავაკეთოთ, ორი ვარიანტი იყოს. ყოველგვარი კითხვის garaჟი, აი უბრალოდ ის რაც თქვენ უნდა იცოდეთ და მოდი ესე გავაკეთოთ. პირველი ვარიანტი იყოს სელენიტი და მეორე ვარიანტი იყოს ობსიდიანი. აი ეს. პირველი და მეორე. პირველი, მეორე. აირჩიეთ ერთ-ერთი. და ვინც პირველი ვარიანტი ჩაიფიქრა, აბა ვნახოთ თქვენთან რას იტყვიან რუნები. პირველი ვარიანტისთვის. რამდენი ხანია ელოდებით რაღაცის გაკეთებას, რაღაცის მოგვარებას, ხო? აქ ძალიან საინტერესო რუნები ამოვიდა და მინდა გითხრათ, რომ ყველა მათგანი ახლა აქ რაც არის აი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რაშუაშია. ხო, პრინციპში პოპულარობასთანაც კავშირშია, რატომაც არა, შემთხვევით წამოსწენები არ არსებობს, ახლა სულ მით უმეტეს პირდაპირ კავშირში რაღაც საზოგადოებასთან თვით გამოხატვას, და ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური მნიშვნელობის რუნები ამის თქვა მინდოდა და წამოსცა პოპულარული, რომელიც გარკვეულწილად შემთხვევითი მართლა არის და ახლა მივყვები უბრალოდ თანმიმდევრულად. ეხლა აქ ამ მომენტისთვის, რაც ეგრევე თვალში ხვდება, არის ის, რომ რაღაცა, რასაც ძალიან დიდი ხანია ელოდებით. და აი ერთი სული რო გქონდეთ, რომ როგორღაც ეს ამბავი დაძრულიყო. აი ეს ამბავი მგონია რომ დაიძრება და გამოვა. აი როგორი რუნებია, იცით, რომ აი განათება, გაბრწყინება, ენერგიის მოძღვავება, შეთანხმებები, მოლაპარაკებები, რაღაც საქმეში, რომ აი მართლა პირდაპირ მნიშვნელობით ცნობადი თუ არა, აი რაღაც აღიარება შეიძლება მოიპოვოთ, ხო? პრინციპში ცნობადობაც რა ვიცი, აი მაგალითად თუ თქვენი ბიზნესი გაქვთ, საქმე გაქვთ რაღაც, ხო? აი თქვენი გვერდი შეიძლება უფრო პოპულარული გახდეს, უფრო მეტი თქვათ კლიენტი ყავდეთ მაგალითად, ხო? თუ რამე ესეთ გაყიდვებში ხართ, მოკლედ რასაც არ უნდა ეხებოდეს, ან თუნდაც პერსონალურად თქვენ უფრო აღიარებული და უფრო დაფასებული გახდებით სოციუმში. ეს არის აი როგორი გარდაუვალი რამე ხალხო, იცით, ხა აქ რასაც უყურებ და თან ეს ყველაფერი არის როგორ იცი, რომ აი ძალიან ზუსტად და ძალიან სწორად გათვლილი კომუნიკაციებით, აი რაღაც კარგი მოლაპარაკებები, აი ვინმეს თუ თქვათ აი სასამართლო მაგალითად თუ ვინმეს ჩანიშნული გაქვთ ან კარიერულად ან თქვენი პირადი რაღაც მიზეზით შეიძლება აი ზუსტად ისე მიეწყოს მთელი ეს პროცესები, რომ თქვენი გამარჯვებით დასრულოს, მაგრამ აქ ხა აი გამარჯვებები და ბრძოლები და კონკურენცია ნაკლებად არის. აქ არის უფრო არის სიხარული და ენერგიის მოზღვავება და უფრო აი სასამართლო უფრო იმ კონტექსტში ვახსენებ, რომ აი თუ პროფესიულად ხართ დაკავშირებული და აი უფრო დაფასებული რო გახდებით, ხო? აი რა სფეროშიც არ უნდა იყოთ ხალხო, ანუ აი თქვენი ფასი გაიზრდება რა, ეს მინდა რომ ვთქვა და ძალიან რაღაცა ესე წარმატებულად წახვალთ ამ ამბავში და სხვათა შორის გარკვეულწილად ეს შეიძლება მიგვანიშნებდეს რუნა ინგვეზიდან გამომდინარე, რადგან ესე ამათთან კომბინაციაში მილაკდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვინმე შეიძლება გამოგიტყდეთ სიყვარულში, ვინმე ისეთი, ვინც დიდი ხანია მალავდა თავის გრძნობებს და აი გამოანათოს და გამოხატოს თავისი გრძნობები, გამოიტანოს სააშკაროზე და მზის შუქზე, ხო? ესეც არ არის გამორიცხული.
მაგრამ თუ ეს ეხებოდა ბიზნეს, საქმეს, ხო, ეხლა ყველამ ხა ვინც დაქორწინებული ხართ და ვინც პარტნიორ ურთიერთობაში ხართ, ეხლა ხო ხვდებით, მაგრამ აი ვისთვის თქვათ უფრო ფინანსები და კარიერა არის აქტიური, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ესე მიიღოს, რომ ის სწორი მოლაპარაკებები, სწორი კომუნიკაციები და რაღაცა გათვლები გექნებათ, ისეთი, რომელიც გარკვეულწილად მოგიტანთ სასიკეთო შედეგებს. ოღონდ აი აქ ეხლა აქ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაღაც აი ფინანსურ და მატერიალური მნიშვნელობის სიხარულს კი არ ხედავ, აი დაფასებას, აღიარებას, სწორ მოლაპარაკებებს და ასე შემდეგ რა. ხო, რუნები არ ხოლმე ძალიან პირდაპირ და ძალიან ხისტი და ეხლა ამას ეხლა კიდე ნახევარი საათი ამაზე ვერ ვილაპარაკებ. ყოველ შემთხვევაში პირველი ვარიანტი, რაზეც არ უნდა ჩაგეფიქრებინეთ, თქვენთვის სასიკეთოდ წარიმართება ეს საქმე და ეს ამბავი. თქვენი გამარჯვებით, თქვენი სიხარულით და ასე შემდეგ. ეხლა გადავალ მეორე ვარიანტზე, ვინც ჩაიფიქრა საწავიდა, ობსიდიანი, ვინც ჩაიფიქრეთ. ვერ გავიჩერე. მეორე ობსიდიანის ჩაიფიქრა და მასთან რა ხდება. რა ხდება. გასაგებია. გავიგე. მეორე ვარიანტთან ახლა რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ გაზაფხულიდან დაიძრება თქვენში აი ეს რაღაცა პროცესები, რაღაც ის გადახარშვის, გადააზრების, რაღაც საუბარი მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი გაზაფხულზე. და ზოგადად თქვენი განახლების პერიოდი დაიწყება, რაღაცა მგონია პიროვნულადაც შეიძლება უფრო გახალისდეთ, უფრო ენერგიულად იგრძნოთ თავი, ხო? აი რაღაც აი გაზაფხული იქნება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ვერ ვიტყვი ახლა მაინც და მაინც სიახლის დასაწყისის თქო, იმიტომ რომ აქ უფრო ჩანს, რომ აი უბრალოდ როგორ გითხრათ, თქვენ თავში ძალას იპოვით იმისთვის, რომ აი ეს რაღაცა ამბავი, რაც თქვენთვის რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ისე წაიყვანოთ ეს საქმე და ისე მიყვეთ და ისე განავითაროთ, რომ რაღაცნაირად აი მართლა თავით გაიტანოთ ეს ამბავი და ეს სიტუაცია, აი ძალა აღმარცხნავს, რომ ხო გაგიგიათ ქართული ანდაზა, რომ აი ზუსტად ასეთი პრინციპით დაადგებით რაღაც გზას და საბოლოოდ მიხვალთ ამ თქვენს სურვილამდე. ეს სხვათა შორის გარკვეულწილად შეიძლება იყოს რაღაც ის სწავლასთან, ცოდნასთან დაკავშირებულიც შეიძლება რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი ისწავლოთ, ან გაიგოთ, რაც თქვენ დაგეხმარებათ, ხო? ან სულ არაფერი რაღაცაზე დაიწყოთ უფრო სხვანაირად ფიქრი, სხვა კუთხით შეხედავთ რაღაცეებს და აი ეს სხვანაირად ფიქრი უფრო დაგეხმარებათ, რომ გაუმკლავდეთ იმ სიტუაციას და იმ გარემოებას, რაშიც იმყოფებით და რაზეც გეფიქრებათ და გენერვიულებათ, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად პირველი ვარიანტის მერე ეს მეორე ვარიანტი, აი აქ ცოტა ძალიან დამჯდარი, ცოტა მძიმე ენერგიებია. ვერ ვხედავ ხა აქ რაღაცა ნეგატივს და რაღაცა ეს ანუ ნეგატივს რას ვიძახიცი, ანუ ენერგეტიკულ დაბინძურებას, რაღაცა ესეც ჩარევს, რაღაც არა, ეს არის უფრო ემოციური ფონი, რასაც ახლა აქ ვურძნობ, მაგრამ აი ემოციურად ხართ როგორც აი ჩაპრესილები და ჩაწნეხილები და გაზაფხულიდან აი რაღაცა უფრო აი ამოისუნთქებთ, შვება გექნებათ, შვებას იგრძნობთ და ეს იქნება პროშ ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო თქვენი პიროვნებისთვის, არამედ თქვენი ცხოვრების ხარისხისთვისაც და იმ რაღაც საქმისთვისაც, რაშიც ახლა აი ეს რუნა დაჯდა და ხო რაღაცა ცოტა გაზაფხულამდე გაუძელით რა რაღაცა სხვათა შორის აი არ ვიცი და ხშირად
მიმეორდება ხოლმე ეს რუნა ცოტა შორის აი ხა სანამ ამ ვიდეოს ჩავწერდი ყავაში ჩავიხედე საჯარო გაშლა ჩაგიწერეთ და იქაც დამიჯდა ეს რუნა ზუსტად აი ეს რუნა ну შემთხვევით არაფერი არ ხდება ეთქობა ჩემთვისაც ნიშანია და თქვენთვისაც იმიტომ რომ მე და თქვენ ერთმანეთთან გარკვეულწილად კავშირში ვართ იმიტომ რომ შემთხვევით არავის არაფერი არ ხვდება მათ შორის არც ეს ვიდეო არ შეხვდებოდათ შემთხვევით თქვენ ასე რომ ეს არის მოკლედ ძალიან საინტერესოდ შეიძლება რომ წარიმართოს თქვენი ცხოვრება უბრალოდ აი არ გაჩერდეთ ფარხმალი არ დაყაროთ და ეს საქმე რასაც შეეჭიდეთ ილუზია არ შეიქმნათ რომ სწრაფ შედეგს გამოიღებს არა ნელა-ნელა შვიდად აუღელებლად მიყევით და მე აუცილებლად ძალიან კარგ შედეგს მოგცემთ უბრალოდ აი ეხლა რომ რაღაც შედეგებს და რეზულტატს რო ვერ ხედავთ მაგან мотивация არ დაგიგდოთ არაფრით პირიქით მიყევით ზუსტად ისეთივე мотивაციით ზუსტად ისეთივე შემართებით როგორიც დასაწყისში გქონდათ და მიხوارთ მე ძალიან კარგ ეტაპზე. უბრალოდ ამ ამბავში კიდე ძალიან დაგეხმარებათ სწორი ნაცნობობა, სწორი კავშირები, სწორი ადამიანები და რაღაცა ინფორმაციულად უნდა გაიხსნათ რა, ან რაღაცა ისწავლოთ, ან ვიღაცას უნდა შეხვდეთ და ელაპარაკოთ. ნუ რაღაცა ამ ამბავში ინფორმაცია და კომუნიკაცია ძალიან გეხმარებათ და არ უნდა დანებდეთ ამ ამბავში რა. მაინც მინდა რომ ვიკითხო. თუ გააგრძელებთ აი ასოციარულს ვთქვათ. ეგ ამბავი რა ვიცი რაც ჩაიფიქრეთ ხო აი რაღაც მეორე ვარიანტი ძალიან ისე გულთან ახლოს მოვიდა და მინდა რომ ეს ვერ გადაგვივარდა კი ნახეთ რა არის მარტივი მართლა არ იქნება ის გზა რასაც თქვენ დაადექით იმიტომ რომ რაღაცა თავიდან ისეთი ენთუზიაზმით, ისეთი мотивაციით, ისეთი შემართებით დაიწყეთ, მაგრამ აი გარემო დაგხვდათ საერთოდ სხვანაირი. აი წარმოიდგინეთ ძალიან დიდი სიჩქარით რომ მანქანით ან მოტოციკლეტით რომ გზას დაადგეთ და უცებ აღმოჩნდეთ ისეთ გზაზე, სადაც აი გაფუჭებული გზა როა და მანქანაც რო ფუჭდება და თქვენც რო ის განწყობა ვეღარ, იმიტომ რომ იმ განწყობით რო ვერ მიდიხართ რა, აი ეგეთი სიტუაცია. არ გაქვთ მარტივი პირობები ამ ამბის გასაკეთებლად, მაგრამ იცოდეთ, რომ მფარველობა გაქვთ. ან სუზიც ამოგივიდათ, ალგიზიც ამოგივიდათ, გზა რასაც ადგახართ, თქვენია. თქვენი ბედისწერის, თქვენი კარმის ნაწილია და ამ ამბის აი როგორ გითხრათ ფინიშამდე მიყვანისთვის ღმერთები, ღმერთი, სამყარო, თქვენი რისიც გჯერათ, გეხმარებიან. ნუ ღმერთებს ვამბობ, იმიტომ რომ ხარ რუნები სკანდინავურ პანდეონთან არის დაკავშირებული და სკანდინავურ ღმერთებთან. შესაბამისად, თითოეული რუნა განასახიერებს თითოეულ ღმერთს, ან მოკლედ ახლა ხო? თემას არ გადავუხო. ხო და მოკლედ იმის თქვა მინდა რომ ეს უნდა გააკეთოთ რთულად თუ მარტივად თქვენი გასაკეთებელია თქვენი ბედისწერის ნაწილია და სწორია რასაც აკეთებთ აი ეს გაიაზრეთ სწორია რასაც აკეთებთ და გაქვთ მფარველობა დღეს შეიძლება მაგას ვერ ხედავთ და ვერ გრძნობთ იმიტომ რომ ზოგადად იმ ეტაპს და პერიოდს გადიხართ მაგრამ საბოლოოდ იქნება შედეგი. აუცილებლად ეგ არის გარდაუვალი. ეს იყო მეორე ვარიანტისთვის, რის თქმაც მინდა და ხო, არ დამავიწყდეს რა ესეც. ვიღაცებისთვის შეიძლება ბავშვებთანაც იყოს დაკავშირებული, აი ორსულობაც მაგალითად ვინმეს თუ ქონათ ჩაფიქრებული, ეს უფრო მცირე მათგანთან, მაგრამ ნუ ხა ვუნიო ბავშვებთანაც არის ხოლმე დაკავშირებული და ესეც აუცილებლად უნდა გამეჟღერებინა რა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მოსმენისთვის, ნდობისთვის, იმისთვის რომ ირჩევთ ხოლმე ჩემს არხს და გელოდებით კომენტარებში, ლაიქებში. გააზიარეთ ასევე ეს ვიდეო, თქვენს
მეგობრებს, ახლობლებს, ვისაც უყვართ და აინტერესებთ ხოლმე საჯარო გაშლები. მათაც დაეხმარებით ჩემს არხსაც, თქვენც შეგიძლიათ ამ ფორმით მადლიერების გამოხატვა და ეხლა დაგემშვიდობებით. წარმატებებს გისურვებთ. პირადი კონსულტაციებისთვის ნომერზე 511 14 91 78 Telegram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე. ნახვამდის წარმატებებს გისურვებთ.